მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ და უსმენთ სოციალ-დემოკრატების პოდკასტს. მგონი ერთადერთი მემარცხენე პოდკასტია საქართველოში, რომელიც მუდმივად მაუწყებლობს, ხო? მუდმივად აშუქებს სხვადასხვა საკითხებს პერიოდულად დიდი ჩავარდნების გარეშე. დღეს ჩვენ აი ამ პოდკასტში ძალიან უცნაურ თემაზე ვისაუბრებთ, თითქოს ყველასთვის ნაცნობ საკითხზე, მაგრამ ამავდროულად დიდი ბინდით და ნისლით მოცული საკითხი გახლავთ გეოპოლიტიკა. და ამ საკითხს და გეოპოლიტიკასთვის მნიშვნელობას ჩვენს თანამედროვე დისკურსში, ქართულ საზოგადოებაში, მის შესახებ არსებულ დისკუსიებს, სხვადასხვა მახასიათებელს, რომელიც აი ამ უცნაურ დარგს აქვს, განვიხილავთ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ორ წევრთან ერთად, ჩვენთან ერთად არის ბატონი გიორგი ცინცაძე, რომელიც გარემოს მეცნიერი გახლავთ და გარემოს მეცნიერებებს სწავლობს და ბატონი ლუკა კუჩუხიძე, რომელიც ფილოსოფოსი გახლავთ პროფესიით. ჩემი სახელი კი ლევან ლორთქიფანიძეა და პროფესიით პოლიტოლოგი გახლავთ. სანამ თქვენ გადმოგცემთ კითხვას, აი ჩემი პროფესიის გადმოსახედიდან ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ხო? პოლიტიკის მეცნიერება ძალიან ისეთი დარგი არის, დიდი დარგია, ბევრი მომიჯნავე მეცნიერება აქვს, ბევრ დარგთან ნათესაობს, ბევრი ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, მიმართულება ჩამოყალიბებულა პოლიტიკის მეცნიერებასა და სხვა დარგებს შორის კოოპერაციის საფუძველზე, მაგრამ არც ერთი სერიოზული პოლიტოლოგი პოლიტიკის მეცნიერების დიდ ქვედარგად არ მიიჩნევს გეოპოლიტიკას. იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური რაღაც მეცნიერება თუ დარგი არის რაღაც მე-19 საუკუნის წარმონაქმნი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დაფარული იყო ღია შიშველი იმპერიებით, რომლებიც იპყრობდნენ მეზობელ ქვეყნებს და ამ დაპყრობის საფუძველზე ქმნიდნენ ახალ სივრცეებს. და აი გეოპოლიტიკაც ეს დარგი ჩამოყალიბდა მაშინ მე-19 საუკუნეში გეოგრაფიას, სამხედრო მეცნიერებას და ცოტა ისტორიასა და ფილოსოფიას შორის, აი მათ ზღვარზე. და ეს გეოპოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ აი ჩვენი დარგის მთავარი კვლევის საგანია სივრცეების განაწილება, ტერიტორიების განაწილება, გავლენების განაწილება და რა კანონზომიერება ახლავს აი ამ განაწილებას. და რაც მთავარია გეოპოლიტიკური დარგის თუ ფსევდომეცნიერების მთავარი თეორეტიკოსები თავად იყვნენ გამორჩეული იმპერიალისტები, ხო? აი ხა ამ წუთას მახსენდება მე თქვათ ეს ჰელფორდ მაკინდერი, რომელიც იყო ესე იგი ბრიტანელი იმპერიალისტი და გეოგრაფი და მას ეკუთვნის ის ცნობილი თეორია, რომ ვისაც ეკუთვნის ჰარტლენდი, იმას ეკუთვნის სოფლიო კუნძული, ვისაც ეკუთვნის სოფლიო კუნძული, იმას ეკუთვნის დედამიწა. ანუ ამ იდეებით შექმნილი რაღაც დარგი თუ ფსევდომეცნიერება, რომ ვის ეკუთვნის სოფლიო, ვინ დაისაკუთრებს სამყაროს, ვინ იქნება ბატონი, ვინ გაანადგურებს პატარა ერებს და პატარა ქვეყნებს. და მეორე გეოპოლიტიკოსი ცნობილი, სანამ დუგინები და ვიღაც რუს დამპყრობლებამდე მივალთ და რუს ძერჟავნიკებამდე მივალთ, მახსენდება ეს კარლ ჰაუსოფერი, რუდოლფ ჰესის პროტეჟე და ადამიანი, რომელიც საუბრობდა ეგრეთ წოდებულ ლევენსღაუმის თეორიაზე, რომ გერმანია იხუტება პატარა სივრცეში, აღარ ყოფნის ეს ტერიტორია, რომელიც აქვს, მთელი მსოფლიო უკვე გადანაწილებულია სხვა იმპერიებს შორის და ეს გერმანიას თავისი სასიცოცხლო სივრცე უნდა გააფართოვოს და ძალიან პოპულარული მეცნიერი იყო ომის დაწყებამდე ნაცისტურ გერმანიაში და მათი, ასე ვთქვათ, მთავარი თეორეტიკოსი იყო. და საკვირველი ის არის, რომ ეს დარგი, ქვედარგი, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში, ჰქონდა ესეთი კონოტაცია და შინაარსი, დღესაც იმავე შინაარსით და იმავე კონოტაციით არის ძალიან პოპულარული საქართველოში. და ყველაფერი ამ ქვეყანაში ლამის იხსნება გეოპოლიტიკური მოცემულობებით და გეოპოლიტიკური თეორიებით, რაც თქვათ უამრავ თემას, უამრავ საკითხს განდევნის ხოლმე ჩვენი დღის წესრიგიდან, ან უამრავ თემას ხსნის ყალბი არგუმენტებით, ცდარი არგუმენტებით. ანუ გეოპოლიტიკა ჩვენს დღევანდელ რეალობაში ჩემი დამკვირვებით ამ ფორმით არის შემოჭრილი, რომ როგორმე სხვა თემები გადაფაროს, როგორმე ყველაფერი ახსნას რაღაცა სივრცითი და სოფლიოში ტერიტორიების გადანაწილების არგუმენტით და ფაქტორით. და მგონი აი ეს მიდგომა, ეს ვითარება იმსახურებს კრიტიკას. და ჩვენი დღევანდელი პოდკასტი მგონი აი ამ
მიმართულებით უნდა წარმართოთ. მოდით მე თავდაპირველად ლუკას ვიმართა და აი თხოვ რომ აი ეს ჩემი მსჯელობა რომელიც დავიწყე განვავრცოთ. აი თქვენც ესე უყურებთ ამ საკითხს თუ რაღაც ასე ვთქვათ არასწორი მიმართულებით მიმყავს მსჯელობა და თუ ესე უყურებთ, მაშინ აი თქვენ რა დამატებითი არგუმენტები გაქვთ ამ მიმართულებით და რა არის რა უბედურება მოაქვს ამ საზოგადოებისთვის ამ ეგრეთ წოდებულ გეოპოლიტიკურ ასროვნებას ან საკითხი ყველა საკითხის გეოპოლიტიკურ პრიზმაში გადატეხას. მადლობა ლევან. კი მეც გეთანხმები რომ ძირითად შენ ასე ვთქვათ გამოყოფილ პუნქტებს ვეთანხმები და ვეცდები რომ რაღაცნაირად გავშალო თემა ზუსტად აი ამ კუთხით ხო რა არის ესეთი გეოპოლიტიკაში მიმზიდველი ჩვენნაირი ასე ვთქვათ მცირე ქვეყნის მოცემულობაში დღეს უკვე მცირე ავტორიტარიზმისაც შეგვიძლია პირდაპირ თქვათ და რა არის ის რაც გადასალახია ხო ამ აზროვნებაში პირველ რიგში რაც შეიძლება რომ გამოვყოთ ეს არის რომ გეოპოლიტიკა შეგვიძლია განსაზღვროთ როგორც მეთოდი ხო მეთოდი როგორც ისტორიული ისე გეოგრაფიული ისტორიული მეთოდი რაღაც პოლიტიკურ კონსტრუქციებზე სალაპარაკოთ ხო და პირველ რიგში ჩემი აზრით განსხვავება საჭირო საგარეო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკას შორის და ჩვენ კონტექსტში ხშირად საგარეო პოლიტიკა ითარგმნება როგორც გეოპოლიტიკა და გეოპოლიტიკა ითარგმნება როგორც საგარეო პოლიტიკა. სინამდვილეში საგარეო პოლიტიკა ეს არის ქვეყნის მიერ არჩეული რაღაცა კურსი, რომლითაც ის განსაზღვრავს თავის საგარეო მისწრაფებებს და მიმართულებებს, მაგრამ ეს არ უდრის გეოპოლიტიკას. თუ კი ჩვენ ამოვალთ იქიდან, რომ გეოპოლიტიკა არის მეთოდი საგარეო პოლიტიკასთან ურთიერთობის ან ისტორიაზე და გეოგრაფიაზე მსჯელობის დროს, ხო? ამიტომაც პირველ რიგში რაც არის საჭირო, მე მგონია რომ არის ერთგვარი დეკონსტრუქცია აი ამ ნარატივის, ხო, გეოპოლიტიკური ნარატივისა. ხა რა არის პრობლემური ამ ნარატივში? ალბათ პირველი თავად გეოპოლიტიკაში როგორც მეთოდში რაც შეიძლება გამოვყოთ პრობლემური არის ერთგვარი რედუქციონისტული ხედვა, ხო? რედუქციონიზმში გულისხმობ ერთგვარ სივრცით რედუქციონიზმს. ანუ მაგალითად საქართველოსნაირ ქვეყანას უყურებთ როგორც მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიული და სივრცითი მდებარეობით განსაზღვრულ მოცემულობას. ანუ როდესაც ჩვენ ვსჯელობთ საქართველოზე აპრიორი პირველ რიგში რაც გვახსენდება საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, ეს არის ის, რომ საქართველო არის გეოგრაფიული რაღაცა შემოსაზღვრულობით მქონე სახელმწიფო და ეს შემოსაზღვრულობა, ანუ ეს სივრცითი მდგომარეობა განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკას. უკვე აქ ჩანს, რომ მეთოდი და საგარეო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან გამიჯნული რამ. იმიტომ რომ ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რადგან საქართველოს კონკრეტული დებარეობა, პოლიტიკური დებარეობა, ანუ მისი ბედის უკვე განსაზღვრულია და თვითონ რაც არ უნდა გაიკეთოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, მაინც ვერაფერს შეცვლის, იმიტომ რომ ყველაფერს წვეტენ დიდი ვეშაპები, გეოპოლიტიკური ვეშაპები, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე არიან გადავარდნილი. ხო, ესეც და აი წვეთს მისი გეოგრაფიული მდებარეობაც, ხო? ანუ ეს სივრცითი რედუქციონიზმი, ან სივრცითი დეტერმინიზმი, მოდი თქვა წინასწარ განსაზღვრულობა სივრცითი რო ავიღოთ, ხო? აი ამით არის მხოლოდ განსაზღვრული. ეს უკვე უგულებელყოფს თუნდაც ისტორიულ მოცემულობებს ქვეყანაზე მსჯელობისას, ანუ რა ისტორიული განვითარების, რა ისტორიული არჩევანის მქონე ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში საქართველოზე, რა იყო მისი ორიენტაცია ისტორიული ყოველთვის, ეს ერთი და უგულებელყოფს მრავალ სხვა ფაქტორს, მათ შორის შიდა ფაქტორებს, კერძოდ აი იმ რეალურ პრობლემებს, რომლის წინაშეც ესა თუ ის ქვეყანა დგას და მეორე მხრივ გეოპოლიტიკა თავადვე უგულებელყოფს ერთგვარ საგარეო კონტექსტსაც. საგარეო კონტექსტში გულისხმობ იმას, რომ როდესაც ჩვენ
დავიყვანთ ყველაფერს გეოგრაფიულ მოცემულობებამდე ან სახელმწიფოების რაღაცა ტიპის ექსპანსიონისტურ პოლიტიკამდე, ჯერ ეს ერთი აკვდა ვთქვათ ის, რომ ეს უკვე მოძველებული სქემაა და ხშირად მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის გადმოძახილია ხოლმე, როცა აი ამ პრიზმიდან ვუყურებთ საერთაშორისო ურთიერთობებს. და უგულებელყოფს სწორედ იმას, რომ ამ საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად არიან ხოლმე ჩართული დაუშვათ ტრანსნაციონალური აქტორებიც და არა მხოლოდ სახელმწიფოები და ესეც უგულებელყოფილი ხდება. ეხლა რაც შეეხება იმ პუნქტს, რომელიც ვახსენე, რომ შიდა პოლიტიკის, შიდა კონტექსტის უგულებელყოფა ხდება, მეთქი ამ შემთხვევაში კიდე ერთი ასპექტი რაც არის გამოსაყოფი ის არის, რომ ამ შიდა პოლიტიკის და შიდა პრობლემების უგულებელყოფა ხდება ხოლმე მაშინ, როცა გეოპოლიტიკას განსაკუთრებით ასე ვთქვათ, დიდი შემართებით იღებს ხოლმე, ანუ როგორც მეთოდს, იღებს ხოლმე მმართველი კლასი, ამ შემთხვევაში ამ მმართველი ძალა თავისი დაუშვათ ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად, ხო? აი მაგალითად ქვეყანა დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, შიდა გამოწვევების წინაშე, იქნება ეს სოციალური პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები, ეკოლოგიური პრობლემები. ამ პრობლემების უგულებელყოფა და გადაფარვა ძალიან მარტივად შეიძლება ერთგვარი გეოპოლიტიკური აი ამ ზმანების ასე ვთქვათ, მუდმივი აპელირებით, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამუშავებს, რომ აი თქვენ სიამდვილეში სოციალურ პრობლემების, ეკონომიკური პრობლემების, ეკოლოგიური პრობლემების წინაშე კი არ დგახართ, სიამდვილეში ჩართული ხართ რაღაცა დიდ გიგანტურ მანქანაში და ყველაფერი არის განსაზღვრული იმისკენ, რომ ან თავი დავიცვათ ერთი სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში რუსეთისგან და რაღაცნაირად ვეცადოთ მშვიდობის შენარჩუნებას აი ამ პრიზმიდან მხოლოდ, ხო? ეხლა მოდით ახლა გიორგი ხო, კი ბატონო, კი. აი გიორგი ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ესეთი საკითხი ხო არ დავსვათ ჩვენ. აი დაგვადანაშაულებენ ჩვენი მსმენელები, რომ რა არ არსებობს იმპერიები, არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, არ ახდენენ ისინი გავლენას პატარა სახელმწიფოების ნებაზე, არ იპყრობენ მათ, არ ომობენ მათთან, არ მიაქვთ მათი ეკონომიკა. მაშინ მიხართ თქვენ მემარცხენეები, რომ გამოდიხართ და საუბრობთ, რომ აი გეოპოლიტიკა ისეთი მნიშვნელოვანი მიდგომა, მეთოდი თუ რაღაც ფსევდო მეცნიერება არ არის და მხოლოდ ამ თემით არ უნდა შევფუთოთ ყველა საკითხი. აი ამათ რას უპასუხებთ ჩვენ? რა არის ჩვენი პასუხი? მადლობა შეკითხვისთვის, მადლობა მოწვევისთვის ასევე. ვიზიარებ აქამდე გამოთქმულ მოსაზრებებს თვითონ გეოპოლიტიკის ისტორიაზე და კითხვასაც უპასუხებდი იმით, რომ რა თქმა უნდა პლანეტარული რეალობა, საერთაშორისო რეალობა ვერ გამიჯნა შიდა პოლიტიკისგან, ხო? ანუ ერთია დაუშვათ გეოპოლიტიკის კრიტიკა როგორც დარგის, ხო, და მისი საწყისების თუ მისი ენის და მეორეა საერთოდ დაივიწყო ის, რომ არსებობ პლანეტაზე, არსებობ რეგიონში, ხო? რა თქმა უნდა, პირიქით დღეს საქმე ცოტა იმაშია, რომ ახალი ტიპის ენა და ახალი აზროვნება საერთაშორისო ურთიერთობებზე ზუსტად იმიტომ გვჭირდება, რომ ეს გლობალური საკითხები უფრო და უფრო მეტად იჭრება ჩვენ ყოველდღიურობაში, ხო? შეგვიძლია გავიხსენოთ COVID-ი, ხო, მაგალითად, რომელიც თავისთავად გლობალური მოვლენა იყო, ხო, რომელმაც ძალიან კარგად აჩვენა, რომ აი შეუძლებელია უშუალოდ ერთ ქვეყანაში წარმატებულად მართო ეპიდემია თუ მეორე ქვეყანაში ასევე წარმატებით არ იმართება იგივე ეპიდემია, ხო? შეგვიძლია ვილაპარაკოთ კლიმატის ცვლილებაზე, ხო, რომელიც ასევე პლანეტარული მასშტაბის მოვლენა არის და როცა რაღაც ატმოსფეროზე არის საუბარი, იქ აპრიორი საერთოზე და საერთაშორისოზე არის, ხო? საუბარი შეგვიძლია ვახსენოთ ისეთი პრობლემები, როგორც არის დავუშვათ ოფშორები, ხო, რომლებიც ამხელ როლს თამაშობს ყოველ ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში, ხო, ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ მეტნაკლები წარმატებით დამალონ სიმდიდრე, დამალონ ქონება, ხო, ეს რამხელა პრობლემებს ქმნის დაბეგვრის თვალსაზრისით, ხო?
ცხადია, რომ ეს რეალობები არსებობს და რადგანაც ასე მწვავედ დგას ეს საკითხი, უბრალოდ ამიტომ გვჭირდება ახალი აზროვნება და ახალი ენა საერთაშორისო ურთიერთობებზე სალაპარაკოთ. იმიტომ რომ თან მეორე საკითხი არის, რომ ეს მომენტი, ხო, აი გლობალური კრიზისების მომენტი, იგივე ომების, კლიმატის ცვლილების, პანდემიის დაემთხვა მომენტს, როცა საერთაშორისო თანამშრომლობა თავისთავად არაპოპულარული ხდება თითქოს, ხო? ანუ აი გლობალური აზროვნება მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც არის კრიტიკის ობიექტი, ხო? იმიტომ რომ მემარჯვენეები ამაში ხედავენ მულტიკულტურალიზმს და მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ხო, მათი გადმოსახედიდან. ახლა ტრამპის პოლიტიკასთან ერთად ხედავენ ასევე ეკონომიკურ საფრთხეებსაც, ხო, რომ სამუშაო ადგილები დაუშვათ ევროპიდან, ამერიკიდან იკარგება და გადადის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ხო? ანუ ესეთი საკმაოდ ესეთი სიღრმისეული კრიტიკა არსებობს გლობალიზაციის მემარჯვენე კონსერვატიული გადმოსახედიდან და მემარცხენე გადმოსახედიდან, ხო, არსებობს გლობალიზაციის კრიტიკა, რომელიც უკავშირდება მულტინაციონალურ კორპორაციებს, რომელიც უკავშირდება 90-იანი წლებიდან გამეფებულ ნეოლიბერალურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მემარცხენეების საერთაშორისო თანამშრომლობას თუ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას ხედავენ როგორც ექსტრაქციის ინფრასტრუქტურას, ხო, ანუ როგორ ეს რომ დავუშვათ ფინანსური სტრუქტურები იქნება ეს თუ სხვა, ეს ყველაფერი ემსახურება პერიფერიებიდან, ღარიბი ქვეყნებიდან დიდ ქვეყნებში სიმდიდრის გადასროლას, ხო, და ასეთი კრიტიკა აქვს მემარცხენე ფლანგს საერთაშორისო კავშირების და გლობალიზაციის და შესაბამისად ყველაზე არაპოპულარული გამოდის დავუშვათ საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბარი დღეს, ხო? იმდენად დისკრედიტირებულია და იმდენად აი ცინიკურ, რაღაც გეოპოლიტიკურ მომენტში დაუბრუნდით, ხო? ზუსტად ამიტომ რადგან ასეთი მნიშვნელოვანი არის, ამიტომ გვჭირდება ახალი ტიპის გეოპოლიტიკური ენა თუ ახალი ტიპის აზროვნება საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელიც ხაზს გაუსვავდა თანამშრომლობას, ხო? რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი არის იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც დღეს ყველაზე მწვავედ გავართ, ხო? იქნება ეს ომი და მშვიდობა თუ კლიმატის ცვლილება თუ გლობალური ფინანსური ქსელები, რომლებიც არასტაბილურს ხდის ქვეყნების ეკონომიკას. მე იცით ერთი შეკითხვა მაწუხებს ძალიან, აი ჩვენს რეალობასთან რომ დავაკავშიროთ ეს მსჯელობა, აი ქართული ოცნება. და ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც თავის იდეოლოგიად გამოაცხადა ლამის ეს სუვერენიტეტი. და სუვერენიტეტზე მსჯელობს, ესე იგი, დღენიადაკ და ეს არის მისი თავარი არგუმენტი და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, იგი უარს არ ამბობს აი ამ მეთოდზე, მიდგომაზე, ფსევდომეცნიერებაზე, როგორც გეოპოლიტიკა გახლავთ. და საუბრობს აი ამ დიდი ქვეყნების შეჯახებაზე და დიდ დაპირისპირებაზე მსოფლიოს სხვადასხვა პოლუსებს შორის. ეს ერთმანეთთან რამდენად თავსებადია. აი ესა ჩემი შეკითხვა. ერთის მხრივ აღიარებდე მიდგომას, რომლის მიხედვითაც პატარა ქვეყანა არაფერს არ ნიშნავს, არაფერი არ შეუძლია და უნდა დაელოდოს როგორ გადანაწილდება მთელი სამყარო და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ანუ მიდგომას აღიარებს ხელისუფლება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა, თქვა, სუბიექტი არ არის, არაფერს არ წარმოადგენს, არ მოქმედებს და მეორე მხრივ საუბრობს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და რაღაც რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვიღაცებს არ ემორჩილება და თავის ნებით ხალხის სასარგებლოდ წყვეტს რაღაცებს. აი ეს არ მოდის ერთმანეთთან კოლიზიაში, თან აღიარებდე იმას, რომ არაფერს არ წარმოადგენდა და თან საუბრობდე იმაზე, რომ სუვერენულ რაღაცა პოლიტიკას და დემოკრატიას აშენებ აქ. აი ლუკა. კი, ასე გვერდებ აბსოლუტურად აცენაში ერთმანეთთან და აქ მგონია, რომ თავარი არის სუვერენიტეტის ამოღირავებული გაგება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ სუვერენიტეტი გაგებული არის როგორც სუვერენიტეტი მხოლოდ მაშინ, უბრალოდ მაშინ არის გახსენებული, როდესაც ეს სუვერენიტეტი გვინდა რაღაცნაირად დავიცვათ დასავლური სამყაროსგან. მაგრამ როდესაც ლაპარაკი გვაქვს რუსეთზე, ამ შემთხვევაში სუვერენიტეტი პირიქით ნიშნავს რუსეთთან დაახლოებას, ხო, ოცნების პერსპექტივაში და მე მგონი, რომ აქ მთავარი არის დამოუკიდებლობის როგორც ასეთის მცდარი გაგება
და ამ დამოუკიდებლობის რაღაცნაირად ასე ვთქვათ მოშველიება, უბრალოდ სუვერენიტეტის ცნებით ოპერირება იმისათვის რომ თავი დააღწიოს ხელისუფლებამ აი იმ სტანდარტებს, რომელსაც მას უყენებს ამ შემთხვევაში დასავლეთთან ინტეგრირების გზაზე. უყენებდა შეგვიძლია ვთქვათ დასავლეთზე თან ერთად ვახსენოთ ტერმინი ზოგადად დემოკრატიული დემოკრატიული კი ანუ სუვერენიტეტი როგორც თქვენ ბრძანეთ აქ ესია გაგებული ხო როცა საქმე ეხება დემოკრატიას და დემოკრატიული წესების დამკვიდრებას აქ სრული იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან როცა საქმე ეხება თქვათ რუსეთს და მასთან ურთიერთობის საკითხებს იქ სრული კაპიტულაცია და არაფერზე ხვის არ ამოღება და არ გაღიზიანების პოლიტიკა რაც შეიძლება სწორი იყოს მაგრამ რასთან კომბინაციაში ეს არის საქმე თუ შენთან დემოკრატიულ სტანდარტებს ამკვიდრებს საერთაშორისო თანამშრომლობაში ხარ ჩართული და თან ვიღაცას არ აღიზიანებ და ცდილობ რომ რაღაც დისტანცია შეინარჩუნო აგრესიულ იმპერიასთან ეს გასაგებია მაგრამ როცა თან იზოლაციაში ხარ და ამ დისტანციას ამცირებ ხო ვიღებთ იმ ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტს, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს ხოლმე. კი, ცხადია და აქ კიდე გასათვალისწინებელი არის ამ თუნდაც ამ სუვერენიტეტზე აპელირებით მუდმივად რა სურს გეოპოლიტიკური აი ამ მეთოდის აი ესეთი აქტივაციით ოცნებას გარდა იმისა, რომ ცხადია რომ აი ამ გარემტრის ხატის კონსტრუირებაში ცდილობს რომ მუდმივად თავარი როლი ითამაშოს და იგივე deep state-ზე ოპერირება თუ სხვა ტიპის ასეთ ფანტასმაგორიულ გამონაგონ სტრუქტურებზე სწორედ ამას ემსახურება, მაგრამ მეორე მხრივ რაც მნიშვნელოვანი არის ერთგვარი დეპოლიტიზირებული სუბიექტის და მოქალაქის გამოძერწვა, ხო, რაც აწყობს ავტორიტარიზმს, იმიტომ რომ თუ შენ მუდმივად ეძახი შენ მოქალაქეს, რომ ის არის დამცრობილი, მცირე, არაფერს არ წარმოადგენს ისეთი სახელმწიფოს მკვიდრი თან სუვერენიტეტის მქონე, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი ცნება ამ შემთხვევაში თუ ის ასე ვთქვათ რაიმე ტიპის დემოკრატიულ სტრუქტურებთან დაახლოებას გულისხმობს, იმიტომ რომ ეს სუვერენიტეტი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე იგივე ამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ გაგებული როგორც სუვერენიტეტის გამყარება თქვა დასავლეთთან დაახლოების გზით, ხო? მაგრამ ოცნება ცდილობს რას, რომ გამოძერწოს ერთგვარი აპოლიტიკური ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში ან აპოლიტიკური მოქალაქე, რომელსაც პრინციპში რომელსაც სურს რომ დააჯეროს, რომ მისი ხმა პრინციპში არაფერს არ წარმოადგენს, ხო? ანუ მისი ხმა, მისი პროტესტი, მისი რაიმე ტიპის შეხედულება არაფერს შეცვლის აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. შესაბამისად, გეოპოლიტიკის როგორც მეთოდის გამოყენება გარდა აი ამ ტრისხატის კონსტრუირებისა ეხმარება ყოველთვის აი ჩვენაირი მცირე ავტორიტარული სახელმწიფოს მსგავს შემთხვევებს, რომ გამოძერწოს აი ესეთი ანუ პროტესტის და ხმის არ მქონე მოქალაქე, ხო, რომელიც მას დაეხმარება შემდგომი ავტორიტარიზმის გამყარებაში. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. მოდით ახლა ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ევროინტეგრაციაზე. ევროინტეგრაციაზე ცალკე პოდკასტი კი ჩაიწერა, მაგრამ აი ახლა შეგვიძლია სხვა აქცენტი დავსვათ მასზე მსჯელობის დროს. აი გეოპოლიტიკურად როგორ უყურებენ ევროინტეგრაციას საქართველოში? ის მიაჩნიათ ერთგვარ გზად, რომლის საშუალებითაც შენი ქვეყანა მიაკედლებს თავს, რომელიღაცა საერთაშორისო ცენტრს და ამით დაიცავს საკუთარ თავს. ანუ ევროინტეგრაცია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის მხოლოდ და მხოლოდ მიკედლება ევროპასთან ან დასავლურ სამყაროსთან. აი ეს მემარცხენე პერსპექტივიდან რამდენად ადეკვატური მიდგომაა და როგორ უნდა გავაკრიტიკოთ აი ეს, ასე ვთქვათ, ხედვა, რომელიც ასე გავრცელებული არის ჩვენი საზოგადოების უფრო მეტად ლიბერალურ ნაწილში. გიორგი. ხო, რთული შეკითხვა არის და ჩემი აზრით
ერთ-ერთი ძირითადი სირთულე არის ის, რომ თავისთავად გეოპოლიტიკური ორიენტაცია იდეოლოგიურად უფრო და უფრო რთული ხდება. ხო, ანუ გეოპოლიტიკურ რუკაზე იდეოლოგიურად ორიენტირება უფრო რთულია დღეს, ვიდრე დავუშვათ მე-20 საუკუნეში იყო. ხო, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში და ცივი ომის კონტექსტში გეოპოლიტიკური ორიენტირება იყო იდეოლოგიური ორიენტირებიც. ხო, და შესაბამისად თუმცა იქ კომუნისტურ ბლოკში მიკუთვნებულობა ნომინალურად ნიშნავდა სოციალიზმის არჩევას და მათ წინააღმდეგ ყოფნა ნიშნავდა კაპიტალისტურ სამყაროში ყოფნას, ხო? დღეს ერთი მხრივ გასაკვირი არ არის, რომ ესე იგი საქართველოს ხო იგივე საქართველოს რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისას აღმოცენდა, ხო? აი ამ ცივი ომის პერიოდში აღმოცენდა, რა თქმა უნდა, მაშინვე გადაჯაჭვული იყო ყოველთვის ღირებულებითი არჩევანი და გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც ჯერ კიდევ ხო პირველი დღეებიდან მოდის ალბათ ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების. უბრალოდ დღეს ამას ართულებს ის, რომ თავისთავად იდეოლოგიური ბანაკები აღარ არიან ისეთი კაფეო იდეოლოგიურ პოზიციებზე, როგორც აქამდე იყვნენ, ხო? ეს ეხება ევროკავშირსაც, ხო? ახლა ევროკავშირი არ არის ისეთი რაღაც იდეოლოგიური ჰიბრიდი, როგორც არის დავუშვათ ჩინეთი, ხო, რომელიც არის რაღაც კომუნისტური პარტია, რომელიც კაპიტალისტურ ქვეყანას მართავს, ხო? და სხვა ქვეყნებიც, ხო, რაღაცა ეს იდეოლოგიური ხაზების გავლება საერთაშორისო კოალიციებს შორის ძალიან რთული არის. და ევროკავშირშიც იგივე ანტისაიმიგრაციო ხმა იქნება ეს თუ ხო ძალიან ძლიერი ანტისაიმიგრაციო მოძრაობები იქნება ეს თუ რაღაც ურბანისტული ნეოკონსერვატიული ძალები ხო მემარჯვენე პარტიები რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ძალებს იკრებენ და სულ გვესმის რომ ნაი დღე-დღეზე საფრანგეთში გაიმარჯვებენ გერმანიაში აგროვებენ და უშუალოდ უფრო და უფრო მეტ ხმას ეს რა თქმა უნდა თავისთავად ევროკავშირსაც ხდის უფრო ბუნდოვნად იდეოლოგიურ ანუ მის იდეოლოგიურ ორიენტირებს აბუნდოვანებს ხო ანუ და რაღაც ჩვენი სირთულე გარჩევანი გვაქვს ჩვენ აი რატო ხო ანუ ჩვენი გადმოსახედიდან სირთულე ზუსტად მაგაში მდგომარეობს რომ ჩვენ ძალიან ცნობი რაღაცნაირად ზუსტად რადგან თავისთავად ევროკავშირი შეიძლება არ ასოცირდებოდეს თავშეთ კონკრეტულ იდეოლოგიას ნახო და ამაში არის მისი სისუსტეც და მისი სიძლიერეც ხო ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ რა მნიშვნელობით დავტვირთოთ ევროინტეგრაციას ამ ანუ ეს საკითხი ხო მე მგონი ევროინტეგრაციას ესე არავინ ეჭქვეშ არ აყენებს მithumetes დღევანდელ მდგომარეობაში ხო უბრალოდ აქ მნიშვნელოვანი არის რა მნიშვნელობით დავტვირთავთ ევროინტეგრაციას ხო ხო და ეხლა თქვენ თავარი თქვით ხო საქართველოსშიც მემარცხენეები სოციალ-დემოკრატიული მოძრაობაც ევროინტეგრაციის მომხრე ძალა და ჯგუფია უბრალოდ ჩვენ განსხვავებული შინაარსით ვტვირთავთ ევროინტეგრაციის იდეას და რა არის ეს განსხვავებული იდეა? განსხვავებული იდეა არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა მხოლოდ მიკედლება რომელიმე ცენტრთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით მაინც ამ არეულ სოფლიოში ევროკავშირი გვთავაზობს ჩარჩოს, სადაც ჩვენ შეიძლება სუბიექტად დარჩე. შენ შეიძლება სხვასთან კოალიციაში, სხვა პატარა ქვეყნებთან ალიანსში, სხვებთან თანამშრომლობით, ან საერთაშორისო მოძრაობებთან თანამშრომლობით, შენი ინტერესი გაიტანო, დაიცვა ეს შენი ინტერესი, იყო სუბიექტი, არ იყო დაქვემდებარებული, ჩართული იყო საერთაშორისო თანამშრომლობაში და არა რაღაც სუბორდინაციულ და დაქვემდებარებულ სისტემებში. აი, აქ ხედავთ ჩვენ ამის შესაძლებლობას და ამ შინაარსით ვტვირთავთ, ერთ-ერთი ეს შინაარსია, ამ შინაარსით ვტვირთავთ ევროინტეგრაციას და კიდევ სხვა შინაარსებითაც, ხო ის თქვა 70-იანი წლების არგუმენტი, რომ აი კეთილდღეობის სახელმწიფო და ასე შემდეგ. ეს არგუმენტების რიგიც არის, სხვა არგუმენტებიც არის, მაგრამ აი გეოპოლიტიკასთან მიმართებით თავარი არგუმენტი მგონი ეს არის, რომ იქ შენი ხმა ისმის. რთულად, ძნელად, მრავალი წინააღმდეგობით, მრავალი თქვათ სისტემა გიპირისპირდება იმ დროს, მაგრამ მაინც ისმის ხმა და მაინც ხარ აქტორი, მოთამაშე, რაღაც დონეზე გითვალისწინებენ და სხვა სისტემები თქვათ რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან და ჩვენს დაპყრობას და განადგურებას ითვალისწინებენ არა თუ რაღაც მეზობელ პატარა სახელმწიფოებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებს და უდიდეს სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არსებობენ, იმათ არ აძლევენ გასაქანს და ელემენტარული ასე ვთქვათ, ელემენტარულად აზრის გამოთქმის ამ პოლიტიკური მოქმედების შესაძლებლობას. აი კიდევ რა აზრით არის დატვირთული ეს ევროინტეგრაციის იდეა გეოპოლიტიკური მიდგომის კრიტიკის პრიზმაში. ძალიან ჩავახუჭუჭე, მაგრამ გონი გასაგებია. ამდენივე რაღაც შეგვიძლია ვთქვათ კიდე, მაგალითად როცა საუბრობთ იმაზე, რომ
შოთა ის სუვერენულობის ცნება, ხო და დავუშვათ რამდენად რთული არის, რომ რამდენად ბევრი აქტორი არსებობს დღეს, ხო, რის რასთანაც სახელმწიფოებს უწევთ გამკლავება, ხო, იქ კორპორაციები და ასე შემდეგ და როცა ვისაუბრეთ იმაზე, რომ აი გლობალური თანამშრომლობა აუცილებლობა ხდება ხო კლიმატის ცვლილების გამო, ეს ყველაფერი უსვამს შეკითხვას სუვერენულობის გადააზრებას, ხო და ევროკავშირი შეიძლება მაგის მაგალითიც იყოს, ხო, ანუ რაღაც ტიპის ახალი ტიპის სუვერენულობა, რომლებიც ქვეყნები თავისი სუვერენულობის რაღაც ნაწილს თმობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა იღებენ ძალიან მნიშვნელოვან სარგებლოს, ხო, მაგალითად მშვიდობას, ხო, მაგალითად რომელიც ევროპის კონტინენტზე არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი, ხო, ანუ ვით უმეტეს დღეს ის რომ ესეთი ომების ეპოქაშიც კი ახლა წარმოუდგენელი არის რომ ევროკავშირის ორ სახელმწიფომ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნათ, ხო, ეს სინამდვილეში ძალიან დიდი მიღწევა არის ევროპის კონტინენტისთვის, ხო, ანუ იგივე გეოპოლიტიკურ ორიენტირებაზე თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს არის რაღაც ტიპის ახალი სუვერენულობა, რაღაცა ზენაციონალური სუვერენულობა, რომელიც შეიძლება მომავალი მოდელი იყოს ყველასთვის, ხო, და აუცილებელი მოდელი იყოს ყველასთვის. და შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს არის მშვიდობის პოლიტიკა, მშვიდობის დამყარების გზა, ხო. ხო, თან ეს სუვერენიტეტიც უნდა ვთქვათ ყოველთვის და გავიმეოროთ, რომ აბსოლუტური არასოდეს არ არის. მით უმეტეს ჩვენნაირ სამყაროში, როდესაც ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ამდენი გლობალური პრობლემა არსებობს, რომელიც ყველას ერთნაირად გვეხება, კლიმატი იქნება ეს, გლობალური უთანასწორობა იქნება, სიკვდილის გადანაწილების საკითხი, თუ ასე შემდეგ. ასე რომ როცა საუბრობენ რაღაც სუვერენიტეტზე, ხშირად ღიმილიც მომგვრელია ხოლმე. როგორ შეიძლება იყო ასეთ კომპლექსურ, ასეთ ერთმანეთზე გადაჯაჭვულ და მართლა ბუნებრივი პირობები არსებობს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა გაძლიერდეს, ხო? ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. და ასეთ მსოფლიოში საუბრობენ რაღაც იმაზე, რომ მარტო ვიქნები და მარტო გადავწყვეტ და სუვერენულად და რაღაცები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაკლებად სერიოზულია. და ამასაც ახლა რადგან ვახსენეთ დასაწყისში, ამასაც მივყავართ აი იგივე იმ ძველ მე-19 საუკუნის ეპოქაში, ხო, იგივე ამ ნაცისტებს გერმანიაში ჰქონდათ ეს ავტარქიის იდეა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ მარტო უნდა გქონდეს, ყველაფერი ჩვენი უნდა გქონდეს, არავისთან თანამშრომლობა არ უნდა გვჭირდებოდეს და ყველა პირიქით ჩვენ უნდა გვექვემდებარებოდეს და ჩვენ უნდა გთხოვდეს ამა თუ იმ რესურსს თუ სხვა ტიპის დახმარებას და ნუ ეგრე არ ხდება და ეგრე არ გამოდის და ეგრე მარტივად არაა საქმე სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ლუკა თქვენც გინდოდათ რომ დაგეტვირთათ ეს ცნება რაღაც სხვაში ნახეთ. ხო, უბრალოდ გავშალოთ კიდე, ხო, რატო არის ჩვენი არჩევანი ევროპა ამ შემთხვევაში და როგორ უყურებთ ჩვენ ამ არჩევანს. ამ კონტექსტში ამოწიეთ ხოლმე საათი გაქვთ და კი ბატონო. ესე იგი, ამ კონტექსტში რაც ალბათ ჩვენ მოძრაობას შეიძლება რომ ცოტა განასხვავებდეს დაუშვათ სხვა ოპოზიციური ფლანგისგან, ხო? ეს არის ევროპის როგორც არა აბსოლუტიზაციური რაღაცა ხატის გამოძერწვა, ერთგვარი მიზანი როგორც აპრიორი, ხო? არამედ ევროპა როგორც ჩვენი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული მისწრაფებების განსხეულების ყველაზე უფრო ადეკვატური ფორმა დღესდღეობით, ხო? ევროპა, სადაც ჩვენ გვწადია აი იმ სამართლებრივი სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური რეფორმების ჩატარება და განხორციელება, რომელსაც გსურს რომ ვეზიაროთ, რომლებიც გსურს რომ განახორციელოთ, სწორედ ერთადერთი აი ესეთი ჰაბიტატი ამ შემთხვევაში, ხო, ევროპა და არა დავუშვათ რომელიმე სხვა სივრცე. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არა მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით, ხო? აქ შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ ევროპა არის ერთგვარი მსოფლმხედველობრივი ფასეულობითი კატეგორიაც საქართველოსთვის და აი ეს ისტორიული არჩევანის თემა სწორედ აქ შემოდის ძალიან დიდი ასე ვთქვათ დოზით, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ერთი მხრივ გსურს, რომ ამ გეოპოლიტიკურ დეტერმინიზმ
დეტერმინიზმს გავექცეთ, მაგრამ მეორე მხრივ ეს დეტერმინიზმი არ უნდა ავურიოთ იმაში, რომ ისტორიულად ისტორიული არჩევანი არ ნიშნავს ისტორიულ დეტერმინიზმს, მოკლედ, აი ამის თქვა მინდოდა რა, ისტორიული განსაზღვრულობის იდეა არ არის ის რომ საქართველოს ევროპული კულტურის ნაწილია, იყო ყოველთვის გამოვლინება ამ სივრცის ერთგვარი ისტორიული არჩევანისა და არა ისტორიული დეტერმინიზმისა, ხო? აი სწორედ აი ამ კონტექსტშიც უპირისპირდება აი ამ გეოპოლიტიკურ საკმაოდ ისეთ ზედაპირულ მსჯელობას ის თუ რატომ გსურს ევროპა, ხო? ხოდით ახლა თვითონ გეოპოლიტიკის შესახებ მსჯელობას დაუბრუნდეთ, აი რას ტოვებს ყურადღების მიღმა გეოპოლიტიკური მიდგომა? ხომ, აი მაგალითად დღემდე პოპულარულია საქართველოში იმ დღეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და სხვათა შორის განათლებულ ქართველ პოლიტიკოს უსმინეს ძალიან იშვიათობა, ხო იცით და ის გამოდიოდა და მე ფუკუიამისტი არა ვარ, მე უფრო ჰანტინგტონის მხარეზე ვარ. ამბობს ამას ადამიანი 2025 წელია ხო კალენდარზე მგონი. ანუ ნახეთ ეს მიდგომები, რომელიც 90-იან წლებში წარმოიქმნა და მილიონჯერ გადაისინჯა თავად ამ თეორიების ავტორთა მიერ. დღეს საქართველოში ისევ არგუმენტად ფასობს. და დღეს კიდევ არგუმენტად იყენებენ, თქვათ იგივე ეს ცივილიზაციათა ჯახის მიდგომა, რომელსაც უამრავი ნაკლი აქვს, დაწყებული იმით, რომ მხოლოდ რელიგიურ და კულტურულ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და არაფერს არ ამბობს, თქვათ სოციალურ, ეკონომიკურ ფაქტორებზე, სხვა მახასიათებლებზე, რომელიც ამა თუ იმ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებს აქვს ნაკლი ის, რომ თქვათ არანაირ ემპირიულ გამოკვლევას არ ეფუძნება და არის მხოლოდ თეორია და დასაბუთებული არ არის არანაირი ემითი რა ქვია მოპოვებული მასალით ხო აქ ნაკლოვანება იმის რომ თვითონ ერთ კონტინენტზე ან ერთ სივრცეში მცხოვრებ ხალხებს შორის ან ერთი რელიგიის ან ერთი კულტურის მქონე ხალხებს შორის შიგნით ურთიერთობებს აღითვალისწინებს მათ შორის კონფლიქტებს მათ შორის დაძაბულობას ისტორიულ კონტექსტს არაფერს ყურადღებას არ აქცევს ქვეყნების სხვადასხვა რესურსების ქვეყნებს რო სხვადასხვა რესურსები არ აქვს და ამას ყურადღებას არ აქცევს და ნუ აღარ გავაგრძელებთ რა უამრავი ნაკლი აქვს აი ამ რაღაც თეორიას რომელიც 30-35 წლის წინ იყო აქტუალური და დღესაც დღის წესრიგში რჩება ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, ხო და ჩვენი მსჯელობებისთვის საქართველოში. და აი აქ ჩდება კითხვა, რას ემსახურება ეს? აი ამ ცივილიზაციებზე, ამ ცივილიზაციათა დაჯახებებზე საუბრის მიღმა რა რჩება ხოლმე? რის იგნორირება ხდება აი ამ მსჯელობების ხარჯზე? გიორგი. თითქმის ყველაფრის, ანუ პრობლემა მე მგონი ეგ არის, რომ ხო, ანუ აი თვითონ ეს რაღაც ცივილიზაციური ჯახის თეორია რასაც აკეთებს, ხო? იგივე საკეთებს მე თვითონ მაგაზე დისკურსს, ხო იმ კუთხით, რომ გიტოვებს მხოლოდ რაღაც ტიპის კულტურულ მანიშნებლებს თუ ხო ანუ არ ვიცი რაღაცა ტიპის რაღაცა ბანაკებს რომლებში მიკუთვნებულობაც ხო ანუ თითქოს რომელშიც რაღაცა მიკუთვნებულობაც თითქოს გაძლევს აი ამ პლანეტაზე ორიენტირების საშუალებას ხო ხა აი ცოტა უფრო ისე რომ შევხედოთ მაგ მოვლენას ამ თანაგრძნობით ხო ანუ აი რთული არის ხო ანუ დღეს ისეთი ვითარება არის პლანეტაზე ანუ ბევრ ადამიანს აქვს ხო შეკითხვები ანუ აი ანუ ხალხს ეშინია ომისაც ხო მათ შორის ანუ და ის რომ როგორ მოიქცევიან სახელმწიფოები ხო დაუშვათ ყოველდღიურობაში შიშის საგანი არის ხო აი რას იზავს როგორ იზავს ხო იმიტომ რომ ყველა გძნობთ რომ ისეთ დროში ცხოვრობთ რომ გინდა არ გინდა ხო ამაში შეიძლება შემოიჭრა შენ ცხოვრებაში ხო როგორც შეიჭრა ძალიან ბევრი ცხოვრებაში ხო მე წელს შარშან ხო და აი ამ გარემოში რა თქმა უნდა ანუ მე პირად არ მიგვირს რომ აი ესეთი რაღაც პოპულარული გეოპოლიტიკა ისევ აქტუალური არის ხო იმიტომ რომ ეს არის რაღაც ერთადერთი რაც გთავაზობს რაღაც ტიპის ორიენტირებს გაძლევს რაღაც ტიპის ნარატივებს მარტივ ახსნებს იმას რომ აი რაღაც ტიპის ისტორიულ ხედვას რომ ან რაღაცა დემოკრატიის გაფართოების რაღაცა ხედვას ან რაღაცა რომელიც ხო რაღაც თერაპიული ფუნქციაც აქვს ერთი სიტყვის ამას და რა თქმა უნდა თან ირეკლავს ზოგადად ანალიტიკურ სიმწირეს ქართული პოლიტიკური
აზრის, ხო, პუბლიცისტიკა აქ არ არის პოლიტიკური, რომელსაც შეიძლება რომ ეს საკითხები რაღაც შინაარსობრივი ჯელობის დისკუსია გახდეს, ხო? სადაც შეიძლება რომ დავშოთ დაიბეჭდოს, ხო, იგი იმავე ავტორების ახალი წიგნები, ხო, და მიყვე ამ დისკუსიის მიყოლის საშუალება ელემენტარულად ანალიტიკური სიმწირის გამო არ არის და გრჩება მე აი ეს რაღაც თერაპიული, გეოპოლიტიკური, პოპულარული აზრი. თან ეს აზრი კიდევ ისიც უნდა აღნიშნოთ, ყოველთვის არის ხოლმე, ესე იგი, დასავლურცენტრული, ხო, მარტო გამოთქმული და ჩამოყალიბებული მხოლოდ დასავლეთის რეალიების გათვალისწინებით, ხო, ეს ჯახები და ასე შემდეგ ამას გულისხმობს. დასავლეთში იქმნება კრიტიკული თეორიაც და კრიტიკული აზრით, მაგრამ აქ პოპულარული არის ეს ევროცენტრული ან ამერიკაცენტრული იდეები, ხო, რომელიც არ ითვალისწინებს დანარჩენ სამყაროში არსებულ მოცემულობებს, იქ არსებულ პრობლემებს და ასე შემდეგ. მოდით კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ჭყალებში საქართველოში პოპულარული გლობალური მეცნიერი გავიხსენოთ, ხო, ჯეფრი საქსის სახით, რომელიც ესე იგი მგონი ქართველ პოლიტიკოსებზე ხშირად გამოდის ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხის ეთერში და მუდმივად საუბრობს ერთსა და იმავეს, რომ საქართველო ევროპა არ არის, საქართველო გეოგრაფიულად მიკუთვნებულია უკვე აზიას, რომ საქართველოს არ აქვს თავისი სუბიექტურობა, რომ იგი უნდა დაელოდოს დიდი აქტორების ბრძოლის შედეგს და მერე გამოვიდეს ასპარეზზე და მანამდე გულხელდა კრეფილი იყოს და დაელოდოს ამოცემულობებს. აი ლუკა, შევეხმიანოთ ჯეფრი საქსს. აქედან თუ საჭიროდ თუ გითხო ხო არა საჭირო არის რადგან პოპულარობით სარგებლობს გარკვეულ წრეებში და ხო არა ჯეფრი საქსთან პირველ რიგში რაც შეიძლება ვთქვა და ჯეფრი საქსის მსგავსებთან ამ შემთხვევაში იქნება ეს დუგინი თუ სხვა რომელიმე თეორეტიკოსი არის ის რომ პრინციპში ხელისუფლება ჯეფრი საქსის ტიპის ინტელექტუალებს იყენებს როგორც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ დიდ ძმასთან და რუსეთთან დაახლოების ერთგვარ გამმართლებელ ძალად. აი ხედავთ დასავლეთში არსებობს ინტელექტუალი რომელიც ზუსტად იმას ამბობს, რასაც ჩვენ ვამბობთ, კერძოდ იმას, რომ საქართველო არ არის ევროპა და მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ ამას, აგერ დასავლეთში მთელი ინტელექტუალურ პოტენციალის მქონე ადამიანები და ეს მთელი ინტელექტუალური პოტენციალი როგორც წესი ჯეფრი საქსი ან კიმბერლი ლოუთი ან მსგავსი ესეთი ხო, მთლად არა, ცხადია, ხო, მაგრამ ნუ როგორც დაგჭირდება დამოკიდებულება ერთნაირია. როგორც დაგჭირდება ხანდახან კიმბერლი ლოუთი გჭირდება, ხანდახან ჯეფრი საქსი, მაგრამ რომელიც დაგჭირდება, ნუ აი იქაც კი ამ დასავლეთშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც ამას იძახიან, რომ საქართველო არ არის დასავლეთის წევრი, ხო? ხო, აქ აი გიორგი თქვენ უფრო ახლოს უნდა იცნობდეთ ჯეფრი საქსს, გარემოს მეცნიერი რადგან ზანდებით, რომ აი ეს მდგრადი განვითარების პრინციპები და საკმაოდ სიმპათიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა აი ამ სოფლიო ეკონომიკური წესრიგის კრიტიკის დროს. ეს ადამიანი, აი მისი საქართველოსთან დამოკიდებულება თქვენი აზრით და თქვენი აკვით, აი რაზე მიანიშნებს? ხო, პირველ რიგში ხო მაგას ვეთქვათ, რომ 90-იანი წლებიდან, ხო, ანუ აი ჯეფრი საქსის ნაშრომები ხო იგივე დეველოპმენტალიზმზე და გლობალური განვითარების ინდუსტრიაზე, მათ შორის კრიტიკული აზრებით ხო გლობალური ამ დეველოპმენტალისტური ინდუსტრიის ასე შემდეგ, ანუ ხო რელევანტური იყო და ეს ამით ანუ ეს კრიტიკა ნაწილობრივ დღემდე შეიძლება რელევანტური იყოს კიდევაც, ხო, ანუ ეს არ გამორიცხავს დავშოთ ეს რაღაცნაირად აი ამ ესე იგი რევიზიონისტული თუ არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ ეს პრორუსული რაღაც ინტელექტუალური წრეები, ხო, ყოველთვის ერთმანეთში ურევენ რაღაც ტიპის ლეგიტიმურ კრიტიკას და მეორე მხრივ რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს, ხო, რომელიც ძალიან აშკარა არის და ამ შემთხვევაში ეგ არის, რომ ნახევარსიმართლე, ხო, რაღაცა ეგეთი მეთოდი არის, მაგრამ მე არ არის ხო ეს ანუ თავისთავად ეს ჟანრი აი ეს რაღაცა დასავლელი ინტელექტუალი რომელიც იმედზე პერიოდულად ინტერვიუს აძლევს, ხო, ეს ჟანრიც მე არასერიოზულად მეჩვენე.
ხო, რას ემსახურება და რისთვის არის. ხო, ანუ ეს რაღაცა ეს მე ამას უყურებ, რომ ეს არის რაღაც ტიპის პერფორმანსი, ანუ მე როცა აი მისმენ ეგეთ ჩართვებისთვის, ხო, ანუ აი შინაარსობრივად ხო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ პასუხი გაეცეს და ვიცი რომ გაეცე კიდევაც, ხო, რაღაც წერილი არსებობს მოძრაობის წევრების მხრიდან, ხო, რომელიც ჯეფრისაც მიემართება. შვილის და მაია ბარქაიას წერილი არსებობს, რომელიც იწებდება ყველგან. ხო, რომელიც დაურთოთ აღწერის წელს. აღწერას, ხო, რომელიც მართლაც იღმისებად კარგად პასუხობს ამასთან. აი ამის მიღმა არის ჩემთვის პირადად საინტერესო, აი ესეთი პერფორმანსი ანალიტიკის, ხო, ანუ ეს რაღაც ტიპის ინტელექტუალური შირმა, რომელიც ხო, პერიოდულად გაკეთდება ხოლმე იმედზე, ხო, და ეს არის რაღაც ტიპის ექსპერტიზის პერფორმანსი, ხო, რაღაცა რომ აი ექსპერტიზა ვის მხარეს არის, ხო, და რაღაცა ხო ესეთი მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ აი ისინი ცენტრში და ზავლეთში ამაზე ჩვენ მხარეზე არიან და ჩვენაირად ფიქრობენ. მეგობრებო, მოდი შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი მსჯელობა. აი მე სანამ დაიწყებოდა ჩვენი ეთერი, მანამდე ჩამოვწერე, ხაც ჩავინიშნე რაღაცეები და იმის მიხედვით აი რაღაც პატარა დასკვნასავით ჩამოვაყალიბებთ და თუ რამე შემეშალა შემეწინაათ ეგეთ და შევასწოროთ, ხო? აი ჩვენი მოძრაობის წევრთა დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს გეოპოლიტიკური მიდგომებით და გეოპოლიტიკური მეთოდით ყველა საკითხის განხილვა და გეოპოლიტიკური მიდგომისა და მეთოდის მიერ ჩვენი პოლიტიკური სივრცის და დისკურსის დაპყრობა. რატო? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს დისკურსი ყურადღების მიღმა ტოვებს მდგრადი განვითარების, სოციალური სამართლიანობის, მწვანე ეკონომიკის, გარიყული ჯგუფების ინტეგრაციის და სხვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც დგას ჩვენი მოძრაობა. მარტო ვსაუბრობთ გეოპოლიტიკაზე, სოციალ-ეკონომიკური საკითხები და სამართლიანობის საკითხები მეორე პლანზე ინაცვლებს. მეორე ეს მიდგომა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური მიდგომა გვთავაზობს, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ყველაფერს მხოლოდ დიდი აქტორები წყვეტენ და შენ სუბიექტი არ ხარ, პატარა ქვეყანა სუბიექტს არ წარმოადგენს და შენს მაგივრად სხვები გადაწყვეტენ და სხვების გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა გეგმავდე შენს ცხოვრებას მხოლოდ. ამას გვეუბნება ჩვენ გეოპოლიტიკური მიდგომა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირიქით ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სოფლიო პოლიტიკა, არსებობს ომები, არსებობს დიდი აქტორები და ასე შემდეგ, ვიცით, რომ ჩვენ ცოტა რესურსები გვაქვს, მაგრამ გგონია, რომ ამ ვითარებაში შესაძლებელია, რომ ვიყოთ სუბიექტი, თუ შესაბამისი მოკავშირეები გვეყოლება, შესაბამის პოლიტიკას გავატარებთ და ასე შემდეგ. ანუ მცირე ერად ყოფნა არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ უნდა იყო დაქვემდებარებული, არანაირ როლს არ უნდა ასრულებდე, არანაირ ფუნქციას უნდა არ ასრულებდე და მხოლოდ სხვისი მოიმედე იყო. ხო? ასე არ უყურებთ ჩვენ ამ სოფლიოში თუნდაც ჩვენი რესურსების ქვეყნის და სხვა ქვეყნების და სხვა ძალების, ასე ვთქვათ, მომავალს და მდგომარეობას. გეოპოლიტიკური მიდგომა ასევე ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ ვერ ხედავს ხალხს. ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ხო? აი დიდი საჭადრაკო დაფა და იქ სადღაც დგას პაიკი. ხო, ჯერ ეს პაიკებად და პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ ფიგურებად დაყოფა ცალკე თემა, მაგრამ ჩვენ არა ვართ მონოლითური ერთობა, ხო, საზოგადოება არსებობს, დემოკრატია არსებობს, მიდის სხვადასხვა ბრძოლები, თვითონ საზოგადოების შიგნით არის სხვადასხვა ხედვები, გეოპოლიტიკური მიდგომა ამას საერთოდ არ ხედავს და რაღაც მონოლითურ ერთობად წარმოგიდგენს შენ. და რაც მთავარია, ხომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ არაერთგზით აღნიშნეთ, რომ გეოპოლიტიკური მიდგომა საუბრობს მხოლოდ აი იმ 19 საუკუნის კატეგორიებით, რომ არის მარტო დიდი ქვეყნები, პატარა ქვეყნები, გავლენები და ასე შემდეგ. და ჩვენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქ ცხოვრობთ აი ამ ნეოლიბერალიზმის პირობებში, ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, არსებობენ ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები, ხშირად ბევრ ქვეყანაზე მეტ ფუნქციას ასრულებენ ისინი და ბევრ ქვეყანას აუბედურებენ და ამ გეოპოლიტიკური მიდგომის მიხედვით ესეთი აქტორები საერთოდ არ ჩანან.
ამსეთი აქტურების მნიშვნელობა საერთოდ არ გამოიკვეთება ხოლმე და დავიწყებულები არიან ისინი მაგათი საგადასახადო სამოთხეები, მაგათი სხვა ტიპის გავლენები და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, გიორგი აღნიშნა ის, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ესე იგი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ველი არ არსებობს. პირიქით, უამრავი პრობლემაა ჩვენს წინაშე, ხო? სიღარიბე, რესურსების არადანაბარი განაწილება, გლობალური უსამართლობა, კლიმატის ცვლილება და ამ მიმართულებით საჭირო არის თანამშრომლობა სხვადასხვა ერებს, ქვეყნებს, ერთეულებს შორის, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობენ და დიახ ამ თანამშრომლობას ჩვენ მხარს უჭერთ და მივესალმებით, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს თანამშრომლობა და არა დაქვემდებარება რომელიმე სხვა იმპერიის ან ცენტრის ინტერესებს. ანუ თანამშრომლობა ამ კოლონიალისტური შინაარსის და მიდგომების და მისწრაფებების გარეშე. ასე რომ ყველაფერს ვაღიარებთ, ყველაფერს ვხედავთ, უბრალოდ სხვა მიდგომა გვაქვს ჩვენ და მოუწოდებთ კიდეც ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ აი ამ გეოპოლიტიკურ პრიზმაში არ შევხედოთ ხოლმე საკითხებს და დავინახოთ ის უფრო ფართოდ და უფრო სხვა კონტექსტში. რამე სხვა დაამატებდით და დავასრულოთ თქვენი ბოლო სეფეს სიტყვების დროა. ხო, არაფერი, მე უბრალოდ ხო დავადასტურებდი, რომ ავიზიარებ სულისკვეთებას, ხო, უბრალოდ ვიტყოდი, რომ ხო, ესე იგი გეოპოლიტიკურ ეს როგორც შენახეთ ლევან, ვიწროთ გეოპოლიტიკურ პრიზმაში აზროვნებაზე უარესმა არ ნიშნავს თვალის დახუჭვას საერთაშორისო რეალობებზე და პირიქით, ანუ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მოვახერხოთ აი ამ გეოპოლიტიკური კრიზისზე ისე საუბარი, რომ სხვა თემებსაც შევეხოთ, ხო? ანუ კი არ გავაცალკევთ ერთმანეთისგან ეხლა როგორც ხდება, ხო? მაგალითად კლიმატის ცვლილებაზე არავინ აღარ საუბრობს, იმიტომ რომ ვისხელა, ხო? ამისთვის, იმიტომ რომ ომებია და კრიზისები, ხო, ყველგან. მაგრამ ეს რაღაცა დიფერენცირება და პრიორიტიზება კი არ იქნება სწორი ჩემი აზრით აი ამ გეოპოლიტიკურ კრიზისურ ვითარებაში. არ მენდის რომ პირიქით აი გამოვიყენოთ ეს გეოპოლიტიკური კრიზისები იმისთვის, რომ იმ სხვა თემებზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად ხო ნავთობ პროდუქტები, რომელიც კლიმატისთვის პრობლემა არის, იმისთვის პრობლემაა, რომ დავუშვათ რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირო, ხო? და ნავთობი და გაზი რომ თავის დროზე ჩანაცვლებული იყო განახლებადი ენერგიებით, დღეს რუსეთს ეკნოდა ნაკლები ბერკეტი, ნაკლები ფული იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი ომი უკრაინაში, ხო? და რაღაც აი ასეთ თემებზე საუბრით შეგვიძლია, რომ გეოპოლიტიკური მომენტი გამოიყენო იმისთვის, რომ სხვა პრობლემებზე ისაუბრო იმის საწინააღმდეგოდ, რომ გეოპოლიტიკის ხარჯზე ყველაფერი გადავიდეს კულისებში და მეორე პლანზე, ხო? მეც ვეთანხმები აბსოლუტურად, რაც ორივე თქვით, ეკოლოგიური პრობლემებთან ერთად წინ შევდივართ საკმაოდ რთულ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, სადაც საერთაშორისო პარტნიორობა და საერთაშორისო ასე ვთქვათ ველი იქნება უნიშნელოვანესი და ჩვენ ხელოვნური ინტელექტის პრობლემებს მარტო ვერ გავუმკლავდებით, ამიტომ რაღაცა ტიპის მოარულ სახელმწიფოების რაღაცა სტრატეგიულ მიზნებზე საუბარზე მეტად მე ვისურვებდი, რომ ძირითადად თუ ეს საერთაშორისო აქცენტები იქნებოდა წინ წამოწეული, აქცენტები ყოფილიყო სწორედ დასმული აი ამ საკითხებზე, ხო, იქნება ეს ეკოლოგია, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები, ტექნოლოგიის რაღაც სრულიად ახალი განზომილება, რომელშიც შევდივართ როგორც პატარა ერი და არაფერი არ ვიცით საერთოდ რა როგორ უნდა გავაკეთოთ და აი ამ კონტექსტშიც გვჭირდება, ხო, ეს საერთაშორისო თანამშრომლობა და ეს კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე, რამდენად არ გვსურს უბრალოდ ეს ევროპა და დასავლეთთან ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც რაღაცა ლოზუნგი და მეტი არაფერი, ხო? ამ ლოზუნგში დევს უამრავი ტიპის შინაარსი და ეს შინაარსები დღეს რაღაც როგორც შეგვეძლო გავშალეთ და მე მგონი რაც უფრო წინ წავალთ ეს შინაარსები კიდევ უფრო დაგვემატება, იმიტომ რომ არ ვიცით საერთოდ როგორ სამყაროში შევაბიჯებთ ძალიან ცოტა ხანში. დიდი მადლობა, თქვენ უყურებდით და უსმენთ სოციალ-დემოკრატიულ პოდკასტს და მგონი მისია შევასრულეთ, აქცენტები დავსვით და მსჯელობა გაგრძელდება და რაც მთავარია, ეს პოდკასტი თავის კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებს, რომ ამ პოდკასტის სტუმრები ყოველთვის არიან მოძრაობის სხვადასხვა წევრები და ჩვენი საზოგადოებასაც და ჩვენი მოძრაობის წევრებსაც აქვს საშუალება, რომ ამ არხის საშუალებით გაიცნონ წევრები მათი შესაძლებლობები და მათი პოზიციები. მისია შესრულებულია, მომავალ შეხვედრამდე.
მადლობა. მადლობა.